მოგესალმებით მეგობრებო. ახალი და საინტერესო ზღაპრით დაგიბრუნდით დღეს. ისე მაგარ ზღაპარს წაგიკითხავთ. სუპერ! ხელმწიფე და მისი ანჩხლი ცოლი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე, მას მეტად ანჩხლი ცოლი ჰყავდა. ერთხელ ხელმწიფის ცოლი მსახურებს უბრალო რამეზე აუხიბდა, გაუბრაზდა და მათი დასჯა მოიგუნება. მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა: ამათ ახლავე უბრძანე ქვაბში კოხის ქვები ჩაყარონ და კოხის ქვები ჩაყარონ, მოხარშონ და ცხრის ხაშლამად აქციონ. არადა საღამოზე თავები დააყრევინეო. ხელმწიფე ცოლის ახირებას აჰყვა. დაუძახა მსახურებს და უთხრა: წადით კოხის ქვები ქვაბში ჩაყარეთ, მოხარშეთ და ცხრის ხაშლამად აქციეთ. თორემ საღამოს თავებს დაგაყრევინებთო. დაღონდნენ მსახურები, მაგრამ რა ჩარა იყო. აკრიფეს კოხის ქვები და გაუდგნენ გზას. იქნება ვინმე გვასწავლოს ხაშლამად როგორ ვაქციოთო. იარეს ბევრი იარეს და ამ საქმის მცოდნე ვერავინ იპოვეს. ბოლოს ერთ მინდორზე გავიდნენ. გაეხედეს და რა ნახეს. ვიღაც მეღორე მსხალზე ასულიყო. თვითონაც შეექცეოდა მსხალს და ქვემოთ ღორებსაც ბლომად უყრიდა. მსახურებმა თქვეს: ერთი ამასაც ვკითხოთ, როგორ ვაქციოთ ქვები ცხრის ხაშლამად. იქნებ ჩვენი საქმე გაარიგოსო. ეგ ქვები გადაყარეთ, ცხვარი დაკალით, ხორცი მოხარშეთ, ხელმწიფეს მიართვით და თქვენი საქმეც მოგვარდებაო. ურჩია მეღორე მსახურებს. მსახურებიც ასე მოიქცნენ. გადაყარეს ქვები, დაკალეს ცხვარი, მოხარშეს ხორცი და იმ საღამოსვე ხელმწიფეს შვენიერი ხაშლამა მიართვეს. ხელმწიფე რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ხაშლამა ქვისგან არ იყო გაკეთებული და მსახურებს ჰკითხა: ეგ ამბავი ვინ გითხრათო? ერთმა მეღორემაო, მიუგეს მსახურებმა. ახალავე ის მეღორე აქ მომგვარეთო, უბრძანა მათ ხელმწიფე. მივიდნენ მეღორესთან მსახურები და უთხრეს: ხელმწიფე გიბარებსო, თქვენს
ხელმწიფეს მოახსენეთ მეღორეს ჯერ არც ცალია თქო როცა მოიცლის მაშინ გეახლებათ თქო ხელმწიფე გაბრაზდა და ისევე გაგზავნა მსახურები მეღორესთან მეღორემ არც მეორედ ინება ხელმწიფესთან მისულა მხოლოდ მესამედ გაჰყვა ხელმწიფის მსახურებს რატომ პირველივე შემონათვალზე არ მეახლეო დაუბღვირა ხელმწიფემ მეღორეს არ მეცალაო რას აკეთებდიო მკვდრებსა და ცოცხლებს ვითვლიდიო მინდოდა გამეგო რომელი იყო მეტი და რომელი ნაკალები მერე და რომელი აღმოჩნდა მეტიო რომელი და თუ ერთ ცოცხალ კაცს არც ცოცხლებს მივუმატებთ და არც მკვდრების და ცოცხლების თანაბარი რაოდენობისა იქნებიან მაგრამ მე ის ცოცხალი კაცი მკვდრებს მივამატეო და მკვდრებიც ერთით მეტი აღმოჩნდაო ის ცოცხალი კაცი ვინაო ვინა და შენო მაგარი ზოგადია იყო ეს რადაო იმადაო რომ ქალის ახირებას აღყევი და ეს ამოდენა უდანაშაულო ხალხი კინაღამ დახოცე იმიტომ რა ცოცხლებში ჩასათვლელი კაცი შენა ხარო უჩკუო ქალის ამყოლი კაცი არც მეფე და ჩასათვლელიო თქვა ხელმწიფემ და ხელმწიფობაზე ხელი აიღო აბა თუ მოგეწონათ მაგრები იქნებით და თუ არ მოგეწონათ მაინც გამიხარდება იმიტომ რომ მე არავიზე არ ვიტყვი ბოროტულად არ მომიწონა თქო თუ არ მოგეწონებათ კიდევ კარგ სხვა მოთხრობებს შევწერ და აბა ახლა დაგემშვიდობები და კიდევ ერთ რაღაცა შეგახსენებთ აუცილებლად დამილაიქეთ და ზარის ღილაკი არ დაგავიწყდეთ და ახლა კი დაგემშვიდობებით ნამდვილად ნახვამდის